ნათიამ ღებრიშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნათია, რა მდგომარეობა ამ წუთისთვის საბადოს ტერიტორიაზე და რას ამბობენ ადგილზე შეკრებილები? დილიდან ამ დრომდე ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები. ამ პროცესის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მცირე დაპირისპირებებსაც ჰქონდა. ადგილი რამდენიმე წუთის წინ აქ ამოვიდა მოსახლეობის ნაწილი და ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი მომხრეები არიან ამ სამუშაოების, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მათი თქმით სწორედ ამ ფულს შეულობს ამ პროცესით და შემოსავლის წყარო ეს გახდება. თუმცა მათ აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ და საკუთარი არგუმენტები გაუზიარეს. დაბაში ერთ კაცს ვერ ნახავთ, შეიძლება სულ რამოდენიმე ადამიანი, ვისი სურვილიც არის, რომ გაჩერდეს კომპანია. აბსოლუტურად მთელი დაბის, მთელი სოფლის მოსახლეობა ყველა ითხოვს იმას, რომ იმუშაოს კომპანია მთელი სიმძლავრით, რადგან თქვენ გარდა ვინ ითხოვს? აბსოლუტურად თანამშრომელი ხარ? წლების განმავლობაში კომპანიაში მუშაობ. ვალაპარაკეთ, ამას ეს ხარია. დირექტორის თანაშემწევი. დირექტორის თანაშემწევი. ეხლა დაგანიშნავენ ისე? არ დამნიშნავენ ჩემო. დირექტორის სხვა სამსახურს. არა, გაწუხეთ კულტურული შეგახსენებთ, რომ კომპანია RMG ჯგუფმა დღეს დილიდან განაახლა სამუშაოები ამ ტერიტორიაზე. დილიდანვე მიმდინარეობს აქციები. აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ და რამდენჯერმე გზის გადაკეთვასაც შეეცადნენ. დაპირისპირება სახტრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე სახტრისის დაცვის კომიტეტის წევრები სამუშაოების განახლებას აპროტესტებდნენ. სასამართლოს გვერდის ავლით დაიწყეს სახტრისის გრევა და მოუწოდებ ეხლა თბილისში ყველა პოლიტიკურ ძალას არ აქვს მნიშვნელობა. ჩამოვიდნენ და დაიცვას სახტრისი. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე შესვლა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლობა მათ ამის საშუალება არ მისცეს. სახტრისის დაცვის კომიტეტის წევრები იმ დადგენილების გაცნობასაც ითხოვდნენ, რომლის საფუძველზეც კომპანია RMG Gold-მა სამუშაოები განაახლა. წარმოგვიდგინეთ დოკუმენტი, ვის საფუძველზე ამღებს. პირველი, ვინც სამუშაოების განახლების შესახებ გაიგო, სახტრისის მცველები იყვნენ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათი მტკიცებით სამუშაოების დაწყებას წინ აფეთქებები უძღოდა. პირველი აფეთქება მოხდა დაახლოებით 9:30-ზე. მერე დაახლოებით 1 საათი-ნახევარში მიაყოლეს მეორე აფეთქება, რომელიც მე გადავიღე, უკვე აქ ვიყავი. და ამ აფეთქების შემდეგ მოიყვანეს ბულდოზერები და აი ამ წუთამდე ანგრევენ, სპობენ კულტურულ ფენას. ეს არის ჩვენი კულტურის წაშლა საერთოდ დაკარგეს ქართველებმა ყველანაირი ღირებულება. მათრიეს ქუჩა 50 წლის ქალი იმის გულისა, რომ მე იქ უნდა ჩავწოლილიყავი და იქ უნდა აფეთქებულიყავი. სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით განმარტება დღეს ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც გაკეთდა, სადაც აცხადებენ, რომ შესაბამისმა კომისიამ სახტრისის თემაზე გუშინ იმსჯელა და სამუშაოების განახლების გადაწყვეტილებაც მიიღო. განცხადება გაკეთდა კომპანია RMG Gold-შიც. გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე. ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია RMG თავის თავზე იღებს ბოლნისის რაიონში ეროვნულ მუზეუმთან ერთად არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას. საბჭომ იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხსნევდა ობიექტ ძეგლის სტატუსი. რაც გახდა შემდგომში საფუძველი იმისა, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით ძალაში შესულიყო ჩვენი ბრძანება და მერე გაიცა თანხმობა არქეოლოგიური ობიექტის დაშლაზე. სახტრისის როგორც არქეოლოგიური ობიექტის ისტორია 2004 წლიდან იწყება, როდესაც ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ საბჭოთა გეოლოგების მიერ 80-იან წლებში გაყვანილ გვირაბებში მე-4000 წლეულით დათარიღებულ კულტურულ ფენას მიაგნო და მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ განაცხადა. ექსპედიციას გერმანელი არქეოლოგი თომას შტოლნერი ხელმძღვანელობდა.
ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს ნარჩენები და აღმოვაჩინეთ ნახშირის კვალი, რომელიც რადიოკარბონიზაციის მეთოდით დადგინდა, რომ მეოთხე 1000 წლეულს ეკუთვნოდა. ვიპოვეთ თიხის ჭურჭლის ნარჩენებიც და ქვის იარაღებიც, რამაც გვაფიქრებინა, რომ ეს უძველესი მაღარო იყო. გერმანელი არქეოლოგი საქართველოში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა, თუმცა ტომას შტოლნერმა საყდრისი ყაჩაღიანის ბორცვზე მაშინ სამეცნიერო სამუშაოები ვერ დაიწყო. 10 წლიანი კვლევის შემდეგ არქეოლოგი ფიქრობს, რომ საყდრისის დაზიანება უსამართლობაა. როდესაც ხედავ, რომ საგანგებო დაზიანდა ის, რასაც წლების განმავლობაში ვიკვლევდით და ვუფრთხილდებოდით, ძალიან საწყენია. საყდრისის გათხრებში უნიკალური სამუშაოები ჩავატარე და ერთ დღესაც მოდის ვიღაც და ანადგურებს. გერმანელი ექსპერტების რეკომენდაციებს დაეთანხმა ქართული მხარეც, რომლის თანახმადაც კერძო კომპანიას და მეცნიერები ისე უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომ უძველესი მაღაროს კვალი არ გამქრალიყო. ძეგლის მხარდამჭერებმა მარტში პრემიერ-მინისტრს პეტიცია გაუგზავნეს და დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევა მოითხოვეს. პეტიციის ხელმომწერთა შორის მეტალურგი რაულ გვეტაძეც იყო, რომელიც საყდრისის არქეოლოგიურ ძეგლს 80-იანი წლებიდან აკვირდებოდა. არის ისეთი მეცნიერები, ანტიპოდები, რომლებიც კი არ უფრთხილდებიან ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, არამედ ანადგურებენ. რა არის მათი ინტერესი, იმიტომ რომ ეგენი უმრავლესობა კონტრაქტორები არიან. 2013 წლის 17 აპრილით დათარიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ კომპანია RMG ხელშეკრულებას უფორმებს პროფესორ ვახტანგ ლიჩელს, რათა საყდრისში არქეოლოგიური კვლევა აწარმოოს. ამ დღიდან ლიჩელი RMG-ს მიერ დაქირავებული პირი გახდა და მას პარალელურად, როგორც კომისიის წევრს, საყდრისის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. კიდევ ერთი კონტრაქტორი ომარ ქუცნაშვილია, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მამა. ის შეპესე ჯეოინჟირინგის 99%-იანი წილის მფლობელია, რომელიც RMG Gold-ის კონტრაქტორია. კომპანიამ 2011 წელს RMG Gold-ის დაკვეთით საინჟინრო გეოლოგიური კვლევები სწორედ საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე შეასრულა. ნაციონალური მოძრაობა მაშინ RMG Gold-ის მენეჯმენტზე საუბრობდა და კონკრეტული პირების დასახელებით კომპანიაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობდა. თავად ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ის საყვარელ დეიდაშვილმა გადაიბარა ბიზნესთან ურთიერთობა ქართული ოცნების მხრიდან, უკვე სწორედ საყვარელი დეიდაშვილის კადრები იქნა ინტეგრირებული კომპანიის ხელმძღვანელობაში. სამუშაოები საყდრისის ტერიტორიაზე ახლაც გრძელდება, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეებიც. დიახ, ამ წუთებში ჩემს გვერდით იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვეა უკვე აპროტესტებენ აქ მშენებლობის დაწყებას. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მათი პოზიციები. სალმე, ფაქტია, რომ დაიწყეს სამუშაოები, განაახლეს სამუშაოები. ამჯერად რას აპირებთ, რომ გააკეთოთ და სამომავლო გეგმები რა არის? ეს არის ვანდალური ქმედება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, რომელმაც ხელი შეუწყო საყდრისის მგრევას, სოფლიო მნიშვნელობის ძეგლის განადგურებას. ჩვენ არ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ბრძოლას. იმედი მაქვს ყველანაირი ფორმით, რადგანაც ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვჭირდა. ჩვენი მიზანი არის გადავარჩინოთ კულტურული მემკვიდრეობა და დავიცვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და RMG Gold-ს და ქართული ოცნების ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ თვალწინ დაიჯიჯგნოს და განადგურდეს. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება და კანონის წინაშე აგებს ყველა დამნაშავე პასუხს. დღეს მთელი დღის განმავლობაში თქვენ საუბრობდით კანონდარღვევებზე, სამუშაო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რა კანონდარღვევებს ხედავთ და რა შეგიძლიათ? როგორც დავინახეთ ყველამ, ამ ქვეყანაში სასამართლოზე მაღლა დგას კულტურის მინისტრი, რომელმაც ერთი ხელის მოწერით ააფეთქა საყდრისი და დღეს უკვე საქართველოს აღარ აქვს კულტურული მემკვიდრეობა საყდრისის სახით. ის არის განადგურებული, მიწასთან გასწორებული და მე მინდა მოუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს აიმაღლონ ხმა ამ ვანდალური ფაქტის წინააღმდეგ და ნამდვილად ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე კომპანიასთან აღარ აქვს არანაირი საქმე, ისინი თავიანთ საქმეს ასრულებენ და ამის ნებართვა გასცა სახელმწიფომ. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად კულტურის მინისტრთან და პრემიერთან საქმე უკვე და მათ უნდა აგონ პასუხი ვანდალიზმზე, რაც დღეს ხდება საყდრისში. თქვენ მოისმინეთ იმ ადამიანების პოზიციები კიდევ ერთხელ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ სამუშაოების მიმდინარეობას. მე შეგახსენებთ, რომ სამუშაო პროცესი ამ დრომდე გრძელდება, ადგილზე მძიმე ტექნიკაც არის და ხვალიდან აქციის მონაწილეები, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში აქ იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვთ, რომ კულტურის სამინისტროსთან გამართავენ აქციას.